დღეს მე გასწავლით მუსიკას კინოფილმიდან ნათლია. ეს არის ნინო როტას მუსიკა. ამ მონაკვეთს მუსიკის ქვია დამელაპარაკე. ან ვისაუბროთ ეს დაახლოებით ესე ითარგმნება. ეს კი 4 მეოთხედი არის თვლა. საგასაღებო ნიშნებში აქვს სი ბემოლი, მი ბემოლი და ლა ბემოლი. ნელა იკვრება, შედგება შესავალი ნაწილისგან და ძირითადი თემისგან. პირველი ხაზი ვნახოთ, მოდი, ნახეთ პირველი ხაზი და მეორე ხაზის პირველი ტაქტი არის შესავალი ნაწილი და ამ პირველი ტაქტიდანვე იწყება შემდეგ უკვე ძირითადი თემა. მარჯვენა ხელს გეუბნებით, არის სამხმოვანებები სოლ, დო, მი ბემოლი. შემდეგ ნახეთ ფა, სოლ, რე. შემდეგ მი ბემოლია, ნახეთ, მი ბემოლ, სოლ, დო. და ისე ფა, სოლ, რე, სოლ, დო, მი ბემოლ. ესე იგი, აი ესე იქნება R პაუზა, ნუ გარე ტაქტი არის და პაუზა არის გარე ტაქტში, შემდეგ პირველი ტაქტი R, T, O, რი, სა, მი, ო, თხი. ეხლა გავაკეთოთ მეორე ტაქტი, ნახეთ. დო არის 1, 2, 3, 4. ანუ ეს დო პრინციპში უნდა გვეჭიროს ბოლომდე, მაგრამ ეხლა თითები არ მოგცემთ საშუალებას, რომ გეჭიროთ და ამიტომ აი სადამდეც გაგწდებათ თითები, იქამდე გეჭიროთ, მერე ავხსნათ, არაფერი არ დაშავდება. ეხლა ნახეთ რა არის R. ხო, ეს ხო გვიჭირავს და დანარჩენი T, 2, 3, 4. ანუ რა ხდება, ნახეთ. სი ბემოლ, ისე ლა ბემოლ, დო, შემდეგ სოლ, სი ბემოლ, სოლ, სი ბემოლ, ფა, ლა ბემოლ, სოლ, სი ბემოლ, ლა ბემოლ, დო, ნახეთ. ეხლა მესამე ტაქტი, ხო, ნახეთ. ესე იგი ლა ბემოლი გვაქვს ჩვენ, სი ბემოლს უწერია სი ბეკარი, ანუ ავიღებთ ჩვეულებრივად სის და შემდეგ იქნება ფა. შემდეგ ნახეთ სი რჩება, თუ დააკვირდებით, აი ბოლო ბგერამდე სი არის სულ, ნახეთ. ანუ იცვლება პირველი და ეს ბოლო თითი, ხო, ან მეხუთე არის ხოლმე, ან მეოთხე. ნახეთ, აი მი ბემოლი და სოლ. ხა შეხედეთ, უბრალოდ თითი შევანაცვლოთ სისი, რეზე გადმოვიდა ფა. ისე ნახეთ რა არის ლა ბემოლ, სი, ფა, სოლ, სი, მი ბემოლ, ორჯერ, შემდეგ ფა, სი, რე, ორჯერ და ფა, სოლ. და ეხლა შემდეგ ვნახოთ მეორე ხაზის ბოლო ტაქტი, ნახეთ. მი ბემოლ, სოლ, დო, 1, 2, ნახეთ. სამზე იგივეა, სა, მაგრამ ვინაიდან ლიგით არის გადამული, არ იკვრება და სა ვიტყვით და შემდეგ ნახეთ სოლ, დო, მი ბემოლ. ესე იგი 1, 2, ნახევარი ნოტა ხოა, სა, მი, 4 და აქედან იწყება უკვე აი ამ ადგილიდან ძირითადი თემა. აღარ გავაგრძელებ, მოდით შესავალი ნაწილი ვისწავლოთ. ეხლა თითებს რაც შეეხება. პირველი, მესამე, მეხუთე თითი იქნება, აქ ძირითადად იქნება პირველი, მეორე, მეხუთე თითი, პირველი, მეორე, მეხუთე თითი, პირველი, მეორე, მეხუთე თითი, პირველი, მესამე, მეხუთე თითი. ანუ ძირითადად სულ ამ თითების კომბინაცია იქნება. ნახეთ, R, ესე იგი, გარე ტაქტის შემდეგ, ხო? 4, R, T, 2, 3, 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 4. ეხლა მოდით ნახოთ მარცხენა ხელში რა ხდება. ბანის გასაღებია მარცხენა ხელში. რა თქმა უნდა, საგასაღებო ნიშნები ნარჩუნდება.
ხი, ну, მარკატუები არის და ეს ვიცით რომ გამოვყოთ უნდა. აქ პრინციპში თუ რამე ახალი შეგხვდება, მე აუცილებლად გეტყვით. ესე იგი ნახეთ 4, შემდეგ არის დო, ხო? 1, 2, 3, 4. შემდეგ ტაქტში დო, ისევ და ფა. 1, 2, 3, 4. შემდეგ არის სოლ. 1, 2, 3, 4 მთელი ნოტებია. ბოდიშით და შემდეგ არის 2, ნახეთ 2, 1, 2 არის ეს ნახევარი ნოტია, 3-ზე არის იგივე და ლიგით არის გადებული და არ დაუკრავთ და 3, 4 არის პაუზა, მაგრამ ეს დო გვიკავია და მანამდე კიდე მარცხენა ხელი უკრავს. ნახეთ, აქაც იგივე ხა წესით კი უნდა გვიჭიროს, მაგრამ ხა არ მოგცემთ ხო თითების საშუალებას და ამიტომ ნახეთ აი 1, 2, 3, 4. 1, 2, 3, 4 გააგრძელებს შემდეგ მარჯვენა ხელი. მოდით შევაერთოთ უფრო გასაგები რო იყოს, ნახეთ. შეგიძლიათ თითების კომბინაციით გააკეთოთ და ვისაც არ გაძლევთ აი ნუ შევცვალოთ თითები, ხო? ვისაც არ გაძლევთ საშუალებას თითები, არაუშავს ავხსნათ და აქვე გავაგრძელოთ ეს ამ სამი ბგერის დაკვრა.